ეს უკვე აზერბაიჯანიდან რო ჩამოვედი, მაგის მერე თბილისში პირველი გაკეთებული ნამუშევარია შარშან. ეს არის პირველი ნამუშევარი შენი? 12-ის ვიყავი, მე მგონია. ვაუ. ორა кай ფერწერაა. ეს არის გიას ნამუშევარი. აღდგომა იყო. კრისტიანსკო. ეს რა ქვია, მე მეძინა და დილით დამახვედრა ესეთი მესიჯი, რომ გაიღვიძა. კვერცხების გატეხვის დრო არის. პოპის როლი შენ ცხოვრებაში? ძალიან უყვარხარ ხო რაღაც განსაკუთრებულად? არის entertainer. ეგ არის სერიიდან სლოვაკეთში მუშაობდი რაღაცა პერიოდი, სასწავლებლად რო ვიყავი წასული, ბრატისლავაში კერძოდ. და 10 ნამუშევარი გავაკეთე ჯამში. პირველი დღიდან დღის ბოლომდე ჩემი ეს სხვადასხვანაირი ემოციური გამოცდილება, რაც მივიღე, იყოფნის რა. ეს უბრალოდ ლოცველი არის. ეს არის პირველი ნამუშევარი, სანამ აკადემიაში ჩავაბარებდი, რომ ცადე, ასე ვთქვათ, ფერწერა და მაინტერესებდა გამოვიდოდა თუ არა და მომეწონებოდა თუ არა, ასე ვთქვათ, ჩემ თავს გავუკეთე ტესტი, გავყვებოდი თუ არა და ამეთი გადაწყდა კი. ამით ეს ამარო დამაკმაყოფილა, მე მივხვდი რომ რაღაცა შეიძლება მართლა გამოვიდეს და შევყავი მე. ესეც სლოვაკეთიდან არის ეს ნამუშევარი, ესეც ერთი ცოტა დეპრესიული პერიოდი არის, უკვე აი შუამდეც რო არ ხარ მისული და ბოლომდე რო ვერ გაიგი რა ხდება და როგორ ხდება და მოგწონს არ მოგწონს თუ რა ცოტა გაურკვეველ პერიოდში როდესაც ხარ ეგა. კიდე ერთი აკადემიის ნატურა. შენს გემახსოვდა ეს პუტუნა ქალი რო იყო რაც მოკლედ შეჭრილი. კი, აურა, კაი. ეს არის ძალიან მიყვარს ეს ნამუშევარი, ცოტა განათება. მაგარია. ეს არის მამაშვილი გუგუშვილი. აურა, კაია. ეს გიას ეს ფიგურა იყო, ну ბოლომდე იყო იდეაში დასრულებული. მაგრამ მე რაღაც არ მოწონდა და გადახატვა უნდა და გადაგდება უნდა და მე მომეცითო და რაღაცას ვიზამთქო. ჯერ თავდა მეთქვი რომ თავდა ბოლომდე შემეწოლა და მე რაღაც იდეა დამარტყა მამაშვილი გუგუშვილი და ესე რაღაცები დავამატე რა შევიმასკენე და სახეც მე მიუმატე და ფერები დავუმატე და ესეთ ნამუშევარი გამოვიდა საბოლოო ჯამში.